მე მიყვარს ჩემი პატარა ქალაქი. თუნდაც იმ მძიმე მემკვიდრეობით, რომელიც მას გაუსაძლისმა 12 წელმა არგუნა. მე მიყვარს ჩემი პატარა ქალაქი. ჩაბნელებული ქუჩებითა და გაყიდული შენობებით. საკუთარი ძლევამოსილებით და აღდასმული საქმოსნებითა და მშიერი ინტელიგენტები. სევდამოძალებული და სხივჩამქრალი, მაგრამ მაინც მომავლისაკენ იმედით მიზიდვარი სახეები. მე მიყვარს ჩემი პატარა ქალაქი, რომელსაც სადღაც დაუკარგავს წარსულის ხიბლი იმ საოცარ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემი ქალაქის განუმეორებელ სახეს ქმნიდნენ. დრო ქრის და დრო აყოვლის მკურნალი, დრო ჩამოსაღრელს ჩამოყრის ფოთოლს. და სწორედ ქარს გაყოლილი ფოთლებივით აზდევნებია გალაქტიონის ლურჯად ცხენებს იმ ადამიანთა სულები, რომელთა ცხოვრება ჩვენთვის დღესაც კვალია ნათელი. მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ ვასწავლოთ შვილებს, რომ სჯობს ერთბაშად დაიწვას ეცხში, ვიდრე მთელი სიცოცხლე კვამში ხრჩობოდა. ნიკო სამადაშვილი წერდა. არაფერს არა აქვს ისე დიდი ფასი, როგორც კარგ თავდაჭერას. მას არ გააჩნია არავითარი საერთო, არც სულელურ მორცხობასთან, არც ხელოვნურ ზრდილობასთან და არც თავხედურ უტიფრობასთან. როგორც სიმტკიცე, თავშეკავებაც ისევე გახლავთ საჭირო. გარეგნულად კი უბრალოება და თავმდაბლობა ამშვენებს კაცს. საზოგადოების ცოდნამ და საკუთარმა დაკვირვებამ უნდა გიჩვენოს, რამდენი უნდა გაგაჩნდეს ერთიც, მეორეც და მესამეც. და ალბათ იშვიათი იყო ჩემს პატარა ქალაქში ადამიანი, რომელშიც ისე სრულყოფილად შერწყმულიყო თავშეკავება, თავდაჭერა და უბრალოება, როგორც გიორგი ხარაულის პიროვნებაში. ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ კარგად დახარჯული სიცოცხლე დღეგრძელი სიცოცხლეა. ადამიანი უნდა დაიხარჯოს, სწორედ ამით განისაზღვრება მისი ფასი. და ისიც თავისი დღეგრძელი სიცოცხლის დასალი ერთად, ჭეშმარიტად დახარჯული, მაგრამ ღალატითა თუ გაუტანგობით გულნათკენი იტყვის. ძალიან რომ არ მიყვარდეს, ამ ქალაქში არ ვიცხოვრებდი, რითაც კიდევ ერთხელ გამოაქვს განაჩენი ცხოვრებასავით სოდვამადლიანი ჩემი პატარა ქალაქისათვის. ამ ქალაქისა და მისი ტკივილიანი ურთიერთობის დასაწყისი კი 1907 წლის 1 სექტემბრით თარიღდება, როცა ხელმოკლე მუშის ილია ხარაულის ოჯახში ვაჟი იბადება. ჯერ კიდევ მოსწავლეობისას ეჩვევა ფიზიკურ შრომას, რათა მამას ოჯახის რჩენაში მიეხმაროს. ბავშვობის მძიმე წლებს კიდევ უფრო ამკვეთრებს პირველი მსოფლიო ომისაგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, მიწისძვრისაგან მიწასთან გასწორებული ქალაქის აღდგენა, 1920 წლის მოუსავლიანობით გამოწვეული მასობრივი შიმშილი. მაგრამ ახალგაზრდა გიორგის სწავლისადმი დაუოკებელი წყურვილი და რკინისებური ნებისყოფა მართლაც სასწაულს ახდენს. ის ჯერ გორის საშუალო სკოლას ამთავრებს, შემდეგ ჰუმანიტარულ ტექნიკუმს. 1927 წელს კი 2 წლიან პედაგოგიურ სასწავლებელს და იმავე წელს ირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1931 წლის იანვარში უნივერსიტეტის შემდგომში წარჩინებული კურსდამთავრებული ერთხანს მუშაობას იწყებს დედაქალაქის ობსერვატორიაში მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე, შემდეგ კი მაგნიტურ ობსერვატორიაში, სადაც კარგ ხელფას უნიშნავენ. იმ დროსაც ძლიერ უჭირს, ზაფხულში რომ თეთრი ტილოს ფეხსაცმელი აცვია, ზამთრისათვის შავად ღებავს. შემდეგ კი მის შესაძლებლობებს შენიშნავენ და მოსკოვის ასპირანტურაში აგზავნიან. მოსკოვში დღე და ღამეს ასწორებს და ასპირანტურის დამთავრებისთანავე დისერტაციასაც წარმატებით იცავს. 1936 წელს გიორგი ხარაული საქართველოში ბრუნდება. ამ დროს კადრები ჭირს და სადაღარ იწვევენ. მოსკოვში შეუძლია დარჩენა და თბილისშიც ეპატიჟებიან, მაგრამ გურს ვერ ელევა და მუშაობას იწყებს პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ სამასწავლებლო ინსტიტუტი ეწოდება, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანისა და მათემატიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე. იმ დროს ინსტიტუტის დირექტორი გაბო თათარაშვილი იყო, რომელიც 1937 წელს დააპატიმრეს და გააქრეს. არა მგონია რამე დაეშავებინოს, წმინდა ადამიანად ვთვლიდით. ხანდახან მგონია, უფრო იმიტომ მოგვაშორეს, სხვებს გვესწავლა ჭკუა, იხსენებდა ბატონი გიორგი. შემდეგ ფიზიკოსი ვანო შადური გამოგზავნეს დირექტორად და ბატონი გიორგი დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ერთი თვის შემდეგ კი დირექტორი დააწინაურეს. რადგან ბატონი გიორგი პარტიის წევრი არ იყო, ვერც იფიქრებდა დაწინაურებას, მაგრამ მისდა გასაკვირად 1938 წლის 12 აგვისტოს დირექტორად დაამტკიცეს.
და დაიწყო ფიქრი უსასრულო და დაუძლეველი. ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი, მაგრამ მთავარ ამოცანად მაინც ინსტიტუტის პედინსტიტუტად გადაკეთება, მთავარი კორპუსის მშენებლობის დამთავრება და კარგი კოლექტივის შექმნა მიაჩნდა. ნაბიჯ უახლოვდებოდა მიზანს და 2 წელიწადში შეძლო რესპუბლიკაში ინსტიტუტებს შორის გორის პედინსტიტუტში ყველაზე მეტი ყოფილიყო ხარისხისა და სამეცნიერო წოდების მქონე ცნობილი ადამიანი. და მართლაც მეცნიერთა ნამდვილი ფეიერვერკი იყო. აკადემიკოსები ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, პროფესორები სერგი მაკალათია, სოლომონ ხუციშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, გივი ჟორდანია, სიმონ გაჩეჩილაძე, თედო ბეგიაშვილი, თედო უთურგაიძე, დიდი ივანეს ძმა, ქართული გეოგრაფიის ფუძემდებელი გიორგი ჯავახიშვილი და სხვები. ერთხელ საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები გამოუგზავნეს. თან შემოუთვალეს, საპატიო ნიშნის ორდენის შენ მედლები კი სხვებს გაუნაწილეო. იმ წელიწადს საპატიო ნიშნის ორდენით სერგი მაკალათია დაჯილდოვდა. მადლიანი მეცნიერი იყო სერგი მაკალათია. მის ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს პედინსტიტუტი აფინანსებდა. ერთხელ სამხედრო ნაწილიდან მოითხოვეს, ვინმემ გაგვაცნო საქართველოს ისტორიაო. სერგი გაუგზავნეს. ლექსია კი წაიკითხა, მაგრამ რა წაიკითხა? სულ დამპყრობლები უძახა ეპოლეტებიან რუსებს. უეცრად გაქრა სერგი მაკალათია. მერე შინსახკომიდან მოვიდა კაცი და დახასიათება მოითხოვა. შეუძლებელი შეძლეს მაშინ. ბატონ გიორგის ცოტა არ იყოს გული წყდებოდა, მეცნიერებაში რო ვერ გააგრძელა მუშაობა. მაგრამ შესანიშნავად იცოდა, რომ ადამიანმა ცხოვრებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. მას მიაჩნდა, რომ მისი ადგილი ახალგაზრდებთან უფრო იყო, ვიდრე მეცნიერებაში. ამიტომ 35 წლის განმავლობაში გახსნილი შუბლითა და მართალი გულით ატარა რექტორის მძიმე ტვირთი. მანამდე კი სტუდენტებთან ერთად სწავლობდა და აშენებდა. იოლი არ იყო იმ დასკვნამდე მისვლა, რომ სტუდენტს არ უნდა ყვირილი, მუქარა, მეგობარივით უნდა ამოუდგე მხარში, მშობელივით უნდა ჩაიხედო მის გულში. მერე მოგენდობა და საქმეს არ უღალატებს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარია ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში, აც განსვენებულ ბატონ გიორგი ხარაულთან ერთად. ბევრი რამ მაქვს საფრთხმელი მისი მოღვაწეობის, მოქალაქეობრივი, პიროვნული ხასიათის შესახებ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი თავდადების გამო, მაგრამ ახლა არ არის ამის საშუალება, რომ ყველაფერს გაახვევთ, რომ თავას გამოყო. მე მიმაჩნია, რომ ჩემს პიროვნებაში და ჩემს ბიოგრაფიაში თავარია დაუვიწყარია პირველი შეხვედრა გიორგი ხარაულთან. ეს იყო 1945 წელს. მაშინ მე სამხედრო კომისარიატის მიერ გაგზავნილი ვიყავი რაბოჩი მუშათა ბატალიონში. ირის ქარხანაში. ომი დამთავრდა. 2 თვე მომწეს, რომ გამოსვლები ჩავაბარე. წავედი უნივერსიტეტში. ჩავაბარე გამოცდები. მაგრამ იმ წელს მასთან იაპონიასთანაც დამთავრდა მეორე ომი. და დემობილიზებული ბიჭებით გაიხსნა უნივერსიტეტი. ეს სულად ბუნებრივი იყო. მე აღარ შემხვდა ეს უნივერსიტეტში გამოყოფილი მაშინ კონტინგენტი. მე მირჩიეს, რომ ჩამოსულიყავი გორში. და აღ ჩამომეტანა ეს ნიშნა. მეზე ვინმეს რომ გამაგებინოს, ის უნდა მივაკითხო, არავინ არ ჩანს. მე დავიწყე ამ კორპუსის წინ სიარული. ხედავ ვიღაცა კაცმა ძროხა გამოიყვანა თოკით იქიდან უნივერსიტეტის უბიდან, მაშინ ეს სპორტული ზარადი არ იყო შენებული, სპორტული დარბაზები არ იყო შენებული და იქ ბალახში დააბა. მე გაიფერხა ამ კაცმა ეს ხელები შარვალი, წამოვიდა აქეთკენ ჩემსკენ, გამოვიდა ქუჩაზე. სხვა რა არ იყო. შევეკითხე ამ კაცს, იცია, სადაა ახმეტი? ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი,
საბუთების შეტანა მინდა მეთქი. ამ კაცმა ამხედა მე ღარიბულად მეცვა ჩიტის შარვარს მუხლები ქონდა გამოყოფილი ლეზინიანი მაშინ საბურაებიანი მაშინ გასასვლელები მეცვა ეციტყვით ისეთ ფორმაში ვიყავი რომ შეეცოდებოდა კაც ჩემი შეგადულება და მეთქვა წამოდი შვილო და მე გასწავლი სადაც გამეხარდა მეთქი ნახე კაცი რომ აი მასწავლის ინსტიტუტს სადაც შევდამოსა ეხლა მივიდა ამ კაცს ეს კაცი ამხედავს დამხედავს თვალიერებს მივიდა იმ მეორე კორპუსში აქ შევიდე თუ მითხრა ავიდა კიბეზე მეორე სართულზე მარჯვნივ გააღო ერთი ოთახი და მიმიწვია თავის კაბინეტში რაღაცა ფსიქოლოგიურად კი ასე თქვა შევიდე რაღაც ამბავი ხდება ჩემ თავზე დაიძა სკამზე და მითხრა აბა მაძვილო მითხარი რა საბუთები გაქვს ინაღამ წვადება თუმცა ეს იყო მიური ხარავა გადაშალეს ჩემი საგამოსლო ნიშნები რომელიც უნივერსიტეტიდან მქონდა წახებული ჩაათვალიერა მაშინ მე ფილოსოფიის ფაკულტეტზე ვიყავი და მითხრა შვილო რა გიყო აქა ფილოსოფიის ფაკულტეტზე და თუ ფილოლოგიაზე შეყარო მაშინ აბა არაფერი პრობლემა არ იყო დავთანხმდი და შევედი. ახლა ბევრი სხვა საინტერესო მომენტებია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მერე იყოს. მერე კი ზოგადად ინსტიტუტი წარჩინები დავამთავრე სხვადასხვა გამგზავნეს სამუშაოზე მუშაობდი სხვადასხვა ადგილას და 47 წელს დამნიშნეს სურამში რესპუბლიკაში ერთადერთ 12 წლიანი პროფტექნიკურ სასწავლებლის დირექტორი. ეს იყო ერთადერთი 12 წელი. და იქ მუშაობის პროცესში ეთისრაელობის მუშაობა მომაკითხა გიორგი ხარაულმა დამიბარა და მივიწვია ამ ინსტიტუტში სამუშაო. აი იქიდან დავიწყეთ მერე მუშაობა როგორც თანამშრომლებმა კოლეგებმა ის უფროსი და მე უმცროსი 12 წელიწად მუშაობდი ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მერე კი 13 წელიწად მუშაობ სასწავლო სამეცნიერო დარგის პროექტში. შემდეგ მებედროვა მოხდა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასეთი მატერიალური მდგომარეობის მატერიალური ბაზის მქონე ინსტიტუტი გააუქმეს. აქ შექმნეს პოლიტიკა ეკონომიკის ინსტიტუტი და მე ძირებული ვიყავი მე გადამიყვანეს ბრუსურად და ბეთონ არ გადავშვა გადამიყვანეს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს პედაგოგიური ინსტიტუტში უფრო საინტერესოა მასტერ მისი მოგონება გიორგი ხარაულის გახსენება იმ თვალსაზრისით თუ მაინც რა პრობლემებს აქცევდა იგი ყურად იგი ნამდვილი ბრძენ კაცი იყო. მართალია, დოცენტის წოდება ჰქონდა, კანდიდატი იყო, მაგრამ არავის არ შემორჩებოდა იგი თავის სიბრძნით, თავისი დონით და წინასწარ გამწვავებით. მან კარგად იცოდა პედაგოგიური ინსტიტუტს, როგორი მშენებლობა სჭირდებოდა, რა სტრატეგია სჭირდებოდა მშენებლობაში, როგორი ტაქტიკა სჭირდებოდა და სწორედ ასე მოღვაწეობდა და მუშაობდა. იგი არჩევდა რომელი დარგი უნდა განვითარებულიყო პედაგოგიური ინსტიტუტში. ან ახალგაზრდობას, ახალგაზრდობის ენერგია, ეს უსაზღვრო ენერგია საერთოდ უნდა წარემართა და შემდეგ სწორედ ამ ხრივ ამუშავებდა სტუდენტებსაც და ეთორ მასალებს. უკმაყოფილო რომ არავინ ყოფილიყო მისაღები გამოცდებით, ცდილობდა ყველგან დასწრებოდა. მანამდე კი აბიტურიენტივით იზეპირებდა მისაღები გამოცდების პროგრამას ქართულში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ისტორიაში, ბიოლოგიაში. განსაკუთრებით ცდილობდა ობიექტური ყოფილიყო, თუ ახალგაზრდას მონდომებას შეამჩნევდა. თუ იგი რომელიმე შორეული კუთხიდან, საინგილოდან, მესხეთიდან, ხევსურეთიდან იყო და იცოდა გაუჭირდებოდა ქალაქელებთან მეტოქეობა, ხელსაც წაუკრავდა ხოლმე. ოღონდ არ ჩაჭრილიყო და უკონკურსოდაც ჩარიცხავდა.
იმ დროს საქართველოს შორეულ მთიანეთში მასწავლებელი უმაღლესი განათლებით იშვიათობა იყო. აბა რა ექნა, ხომ უნდა მიშველებოდა? ადონი გიორგი ხარაული 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გორში სახელმწიფო უმაღლეს სკოლას, გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს. ეს იყო პიროვნება, ხელმძღვანელი, რექტორი, რომელიც თავისი გულისხმიერებით, თავისი საქმის დიდი სიყვარულით, პატრიოტული სულისკვეთებით გამორჩეული პიროვნება იყო და თავის არის რომ გიორგი არა მარტო თვითონ იყო პირადი მაგალითი ახალგაზრდობისათვის, არამედ იმისაც რომ მიზანი განახორციელებდა, თავის გარშემო შემოიკრიბა, მოიწვია იმ დროისათვის ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები, რომლებიც დიდი გულისხმიერებით, დიდი სიყვარულით ეწეოდნენ ახალგაზრდა პედაგოგიური კადრების მომზადების საქმეს. მისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე კონტინგენტი იყო მაშინ უმაღლეს სკოლაში მისაღები, აი ამ კონტინგენტში ხვდებოდა ყველა ის, ვინც ნიჭიერი და მოწოდებით პედაგოგი იქნებოდა ცხოვრებაში. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა უმაღლეს სკოლაში გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისეთი ახალგაზრდების მიღებას, რომელიც შორეული კუთხეებში ცხოვრობდნენ. ეს იყო რაჭა, ლეჩხუმი, ზემო და ქვემო სვანეთი, თათუშეთი, ხევსურეთი, ყაზბეგის რაიონი. აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ისევ დაუბრუნდებოდნენ თავიანთ მშობლიურ კუთხეს. ადონი გიორგი არა მარტო კარგ პედაგოგების პედაგოგ კადრებს ზდიდა, არამედ ის ყველაფრით ხელს უწყობდა ახალგაზრდობის შემოქმედებით მუშაობას. ეს იყო თვით შემოქმედება, განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი სპორტში. მან მის კათედრასთან ერთად, ჩვენთან ერთად მოუყარა თავი და ყველა პირობა შეუქმნა ახალგაზრდობას იმისათვის, რომ მათ თავიანთი სპორტული ოსტატობა აემაღლებიან. განსაკუთრებული ამხრივ წვლილი მისი იმის, რომ შექმნა მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სპორტული ბაზები და აი აქ ამ უნივერსიტეტში, ინსტიტუტში აღზრდილი ეს ახალგაზრდები საქვეყნოდ ცნობილი გახადა. ამ აღზრდილებიდან გახდნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, შოთა ჩონშვილი, ევროპის პირველი ჩემპიონი, აზორ ფიბროჭაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი, თემურ ხუბულური და სხვა მრავალი. მაგრამ მთავარი გიორგის მოღვაწეობაში იყო ის, რომ ის ყველა სტუდენტს დიდი სიყვარული და პატრიოტიზმით ეპარებოდა და თვითონ ინსტიტუტი გადააქცია თითით საჩვენო უმაღლეს სკოლად მთელს საქართველოში. ამიტომ მე და ყველა ისინი, ვინც მის დროს მსახურობდნენ, მუშაობდნენ ინსტიტუტში, ყოველთვის დიდი მოწიწებით და სიყვარულით იხსენებთ ადამიანს, რომელსაც დიდი ღვაწლი დაძლო გორში, შიდა ქართლში და მთლიან საქართველოში მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრების მომზადების საქმეს. საოცარი უნარი ჰქონდა განსაკუთრებულად ინდივიდუალურად მიდგომოდა ყოველ ახალგაზრდას და ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან რაც უფრო ჭკვიანია კაცი, მით უფრო მეტ თავისებურებასა და მრავალფეროვნებას პოულობს მოყვასთა შორის. ჩვეულებრივი კაცისათვის ყველა ერთია. ბატონი გიორგი კი ჩვეულებრივი არ იყო. ეგრეთ წოდებულ ძნელ ახალგაზრდებთანაც უჩვეულო, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიდგომა ჰქონდა. ჩააბამდა სწავლასა და შრომაში, სპორტსა და თვითშემოქმედებაში და შემდეგ მათგან სანიმუშო მასწავლებლები და მშობლები გამოდიოდნენ. სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან თვლიდა, რომ დამნაშავეს კანონი სჯის, მაგრამ დასჯა საშუალება როდია. თავარი აღზრდაა, ის რაც კანონის მიღმა, რასაც კანონის მუხლები არ ითვალისწინებთ, მაგრამ უფრო საგულისხმო და დამაფიქრებელია. ყველაზე ძვირფას და ფასდაუდებელ რელიკვიას ბატონი გიორგისათვის მისი ყოფილი სტუდენტებისა და მათი მშობლების მადლობის წერილები წარმოადგენდა. ის წიგნების, რომელთა ავტორები მისი აღზრდილნი იყვნენ. შეუძლებელია აუღელებლად წაიკითხო მადლიერი მშობლების მიერ ბატონი გიორგისადმი მიწერილი წერილები, თუნდაც ეს ნაწყვეტი. მე თქვენ თვალით არ მინახიხართ,
მაგრამ წამს იოსებ ოცხელის ორეული ბრძანდებით, განათლებული, პატრიოტი, გულკეთილი, ახალგაზრდობის დიდი მესაიდუმლე, ქომაგი, გაჭირვებულთა შემწე, ჭეშმარიტი, აღმზრდელი და სულიერი განმანათლებელი. დიდი მადლობა კეთილო ადამიანო, ჩემი ერთადერთი შვილის, ლოგინზე მიჯაჭვული ადამიანის ერთადერთი იმედის პატრონობისათვის. ამაზეც ვირფას რელიკვიაზე ხომ ვერცი ოცნებებს ადამიანი. ბატონი გიორგი გამორჩეოდა თავისი პატიოსნებით, ზნემაღლობით, უმციკლოებით, თავდადებული შრომით, ახალგაზრდობისადმი თბილი, მამაშვილური დამოკიდებულებით, უანგარობითა და მრავალი სხვა დადებითი თვისებებით. მე მინდა ორიოდე სიტყვით გავიხსენო ჩემი სტუდენტობის წარსული და ვთქვა, რომ მე წარმოშობით ვარ დუშეთის რაიონის მაღალმთიან სოფელ ვაშლობიდან. ეს სოფელი მდებარეობს ფასანაურის ახლოს, თელშია პატარა სოფელია და როგორც კი მისაღები გამოცდები დაიწყო 62 წელს მე მქონდა საშუალება თბილისში მოსწავლილიყავი, იმიტომ რომ უფრო ახლოსაა ტერიტორიულად, მაგრამ რატომღაც ვარჩიე გორში წამოს. მე გეტყვით რამ განაპირობა ეს. გორში წამოსვლა ჩემი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჯერ საერთოდ გორი მიყვარდა. მიყვარდა თავისი გამორჩეული ადგილით, ისტორიით, ყველაფერს თავი დავანებოთ. მიყვარდა რომ სტალინის სამშობლო იყო და ქართლის გული გახლდათ გორი. შემდეგ ისიც ვიცოდი რომ გორში მოღვაწეობდა ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორც გახლდათ გიორგი ხარავი. მე მირჩიეს ჩემმა მეგობრებმა ჭავიძიდან, ერთი აქაური კაცი მახვდა იქ ზაქარიაძე პავლე და მითხრა რომ სასურველია ჩვენთან წამოხვიდე, იქ ყველა პირობაა შექმნილი რომ კარგად ისწავლა. დაუჯერე გადავწყვიტე წამოვედი. 62 წლის გაზაფხულია, როგორც წესი ხალხმრავლობა, ივნისია, მისაღები გამოცდების წინადღებია და ხედავ დილადრიან მოვედით ინსტიტუტის შესასვლელთან და მისი აღმოსავლეთის მხრიდან ნელი აუჩქარებელი ნაბიჯით მოდის ბრგე კაცი, მას გვერდში მოყვება ერთი ქალბატონი, როგორც კი მოუახლოვდა კორპუსს, ყველამ გაიწია, გამოიწია იქეთ-აქეთ, დაუთმეს და შებრძანდა კაბინეტში. ასე იყო, დაიწყო გამოცდებით, მალე დაიწყო გამოცდები, მე ვაბარებდი ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტს. დაუსწრებლად ვაბარებდი, იმდენად რამდენიც მე პიონერხემზონად მუშაობდი და არ მქონდა საშუალება რომ დასწრებულზე მესწავლო. მინდოდა მემუშავა თან დაუსწრებლად გამიგრძელებია სწავლა. მოხდა ისე რომ ისაღებ გამოცდებზე მივიღე 2-5-2-4-1-3. დამაკლდა 2 ქულა. ვერ გავიდი კონკურსში. ეხლა რა ვქნა ვფიქრობ. გადავწყვიტე საბუთები წავიღო, სხვაგან სადმე შევიტანო, ვიდრე გვიანი არა. მივედი კანცელარიაში, მითხრეს რომ ვერ გაგატან საბუთებსო. მივედი დეკანატში, მითხრეს რომ ვერ გაგატან საბუთებსო. პრორექტორთან მივედი სიკო ხოჯევანიშვილთან, მითხრეს ვერ გაგატან საბუთებსო. მერე ისევ ბატონ შოთა ქურდაძესთან შევიარე, მაშინ გახლა ჩვენი დეკანი ბატონი შოთა. ბატონ შოთა მითხრა, ვერა შვილო საბუთებს ვერ გაგატანე რექტორის გარეშე. ეხლა ფიქრობ, როგორ შევიდე რექტორთან. მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე შევედი. მივესალმე, ამხედა ჩამხედა, კარგად დამათვალიერა. რაზე შეწუხდი შვილო? მე უცხარი პატრიცემულო საბუთების გატანა მინდა. რათა შვილო? ვერ ჩავირიცხე მეთქი და კონკურსში ვერ გავედი. ეხლა მისმინე შვილო. ზოდახან მოიცადა, შენ თის კაცი ხარ და უცბად კინო დაყრი ფარხმად. შენ საბუთები იყოს აქ, მოდი დღის დასწრებულზე, აქ მგლები არ შეჭამენ ამ საბუთებს და დღის დასწრებულზე ჩააბარე. დაუსწრებელი რა გინდა იქ ხნიერი ხალხია, თან ვინც მუშაობს, ეს დაუსწრებელი, იმათაც არ მორგებული და შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და დღის დასწრებულთან ისწავლე. ასე იყო თუ ისე იყო, სხვა რა გამქონდა, მოვედი დღის დასწრებულზე. მაშინ ჯარი ჩამეთვალა, დღის დასწრებულზე მომივიდა, იგივე მივიღე, მაგრამ მომივიდა 2 ქულა ზედმეტი. ჩავირიცხე. გავიდა 1 კვირა, შემოდის 32
32 კაბინეტში პროფესორ სერგი მაკალათიას ლექციები აქვს საქართველოს ისტორიაში. მიესალმა ბატონ სერგის, გადაავალო ჯგუფს თვალი, რატომღაც შეაჩერეთ ჩემს კი მზერა. მოიწაშვილო, შენ ის არა ხარ საბუთებრივი მთხოვება. იმედი კაცო. ხო, აბა, შეჭამამ გლემა შენი საბუთები? ხო, აკაჯობია შენ, ხო, კარგი ქალდა საქმე ქენი რა. ხო და ახლა შენი ისწავლე კარგი. დავიდა ხანი ერთ წელიწადში კონტაქტის კონტენტი დიმა დანიშნეს, ამირჩიეს პროფესორად. მე პარტ ბიუროში ამირჩიეს კიდე აქეთ უიქნ. შემდეგ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე და ასე გავიდა დავამთავრე ინსტიტუტი. გადაწყვიტა ბატონმა გიორგიმ გაისვალისწინეს ყველაფერი და ჩემი ინსტიტუტში დატოვება. დამტოვეს მარქსიზმის კათედრალის სამუშაო. და იმის მერე მომდინარეობს ჩემი აქამდე ჩემი ცხოვრებაში მომდინარეობს იმ კაცის უშუალოდ ხელშეწყობით ვარა. მას უარ ეთქვა რომ საბუთები წაერი კი ბატონო მე შეიძლება კაფნაერთის საზეთნები დაიქნებოდეს. თავის ხანგრძლივი მოვაწვევის მიხედვით, უმციკლოებით, ჰალალკაცობით, პატიოსნებით, რომელმაც არის თავისი ოჯახიც კი შესწირა მთლიანად ინსტიტუტის საქმეს, სტუდენტი ახალგაზრდობის სწავლა აღდის საქმეს, აი გიორგის ბადალი კაცი. გიორგი ხარაულის ხასიათში დიდ სიკეთესა და კეთილშობილებასთან ერთად გამორჩეულ თვისებად სიმკაცრეც გვევლინებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წესრიგსა და დისციპლინას ეხებოდა. მართლაც ძალზე მკაცრი იყო უდისციპლინოებისა და ზარმაცების მიმართ. პედინსტიტუტი ყოველთვის გამოირჩეოდა სანიმუშო წესრიგითა და სისუფთავით. ხშირად ღამე უდროო დროსაც შეივლიდა საერთო საცხოვრებელში. ყველაფერს წრიალი გაქონდა. მისი ამ თვისების წყალობით სტუდენტების სწავლასთან ერთად წესრიგსა და შრომასაც ეჩვეოდნენ. მაგრამ მაინც ბატონი გიორგი სტუდენტის უპირველეს მოვალეობად სწავლას მიიჩნევდა. ცოდნის სიღრმისეულ წვდომას იმ დარგში, რომელიც ახალგაზრდას აერჩია მომავალი საქმიანობის სფეროდ. თვითონ კი ისეთ განსაკუთრებულ დარგს უხადა ხარკი, რომელსაც მათემატიკა ჰქვია, რადგან ღრმად სწამდა პასკალისეული ჭეშმარიტებისა. მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც მთლიანად ავსებს და ყოველმხრივ აკმაყოფილებს სულს. და ისიც დაუზოგავად შრომობდა იმისთვის, რომ სტუდენტებიც ჩაწვდომოდნენ ამ ჭეშმარიტებას. გიორგი ხარავალი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე პიროვნება იყო, ძალიან გამოცდილი ადმინისტრატორი და რექტორი, მაგრამ მე ხლა უნდა გესაუბროთ, თუ როგორი ლექტორი იყო და როგორი მასწავლებელი. მე წილად ხვდა ბედნიერება პირველ კურსზე დავსრულებოდი მის ლექციებს მათანალისში და უნდა გითხრათ, რომ ინტეგრალური აღრიცხვა გავიგე მას შემდეგ, რაც გიორგი ხარავალი ცნიდა. ცნობილი გიორგი ხარავალი თუ დატარებდა 2 ლექციას და მე ამ 2 ლექციის მე თვითონ ატარებდა პრაქტიკულებს. და არ იყო ჯგუფში არც ერთი სტუდენტი, რომელსაც არ შეიძლებოდა გაეგო მისი ახსნილი. დიდებული პიროვნება, დიდებული რექტორი და აი დღესაც კი მახსოვს მისი ესეთი ხმოვანა, აი ინტეგრალ, აი აქედან აქამდე და აუცილებლად მიხვდებოდი თუ რაზე იყო საუბარი, უმაღლესი მათემატიკის ბრწყინვალე მსწავლელი და პირველი ბრწყინვალე პედაგოგი გახდა. დღეს მისივე სახელობის კაბინეტში, აუდიტორიაში, სადაც მუდამ დაფასთან მდგომი მოძღვრავდა სტუდენტებს, ისე გადმოსქერის პორტრეტიდან თითქოს კვლავ მათ გვერდითაა და ცდილობს მის მახვილ მზერას არაფერი გამოეპაროს. ირგვლივ კი ბიბლიოთეკაა, რომლის ყოველ ეგზემპლარს თითქოს მისი ხელების სითბო შემორჩენია და რომელიც ძვირფასაჩუქრად ერგო მისივე ოჯახისაგან იმ კათედრას, სადაც დღესაც დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით იხსენებენ ამაგდარ პედაგოგსა და კოლეგას. გამეწევს უმაღლესი მათემატიკის კათედრის თხოვნით შეიქმნა გიორგი ხარავლის სახელობის კაბინეტი. კაბინეტის გამგედ დაინიშნა მისი მოსწავლე დალი მაღლაგელიძე. გიორგი ხარავალი იყო ცნობილი მათემატიკოსი. ის კითხულობდა ინტეგრალურ აღრიცხვას მათემატიკის ფაკულტეტზე. იყო უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგედ. მისი ინიციატივით ტარდებოდა კონფერენციები მათემატიკაში. კათედრაზე კითხულობდნენ ლექციებს ისეთი ცნობილი აკადემიკოსები, როგორიც არის ვიქტორ კუბრაძე, ლადი ჭელიძე, გიორგი ჭოღოშვილი, დოქტორები
ზერაგია, მანია, ჩახტაური და სხვები. წინვალეთ კითხულობდა ლექციებს. მისი მოსწავლეები ჩვენი კათედრის წევრებია. ეს არის ბატონი შოთა ასანიძე, კარლო ცერცვაძე, ალა მაისურაძე, დალი მაღლაკელიძე, ჩვენი გამგე ამ კაბინეტის. ცნობილი აგრეთვე რომ მისი ოჯახი, მეუღლე და ვაჟი მათემატიკოსები იყვნენ. მათ ოჯახმა წინვალე ბიბლიოთეკა აჩუქა ჩვენ კათედრას. აი გაჩვენებთ მაგალითად 1932 წელს გამოშვებული ნიკო მუსხელიშვილის წიგნი. ინტეგრალურ აგრეთვეში კითხულობდა აი ლუზინის ცნობილი სოფლიოში ცნობილი რუსი მათემატიკოსი ლუზინი 1946 წლის წიგნებია. ფილიპსის წიგნი, ესეც მათემატიკოსი ცნობილი რუსი მათემატიკოსი. და ეს შეხედეთ წიგნები არის როგორც მათემატიკაში, ისე ფიზიკაში. და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ბიბლიოთეკაში სხვაგან კი არ დადიან, მოდიან და აქ ღებულობენ ამ წიგნებს და ამ წიგნებით ხელმძღვანელობენ. მათემატიკასთან ერთად გიორგი ხარაულის მეორე დიდ გატაცებას ლიტერატურა წარმოადგენდა. ამიტომ მისი მონდომებითა და ძალისხმევით ბევრი პოეტის წვევია პედინსტიტუტს. ბევრჯერ ჩატარებულა პოეზიის საღამო ფიზიკის დიდ აუდიტორიაში. არც ერთს არ აცნობდა. წინა მერხზე იჯდა და გულისხმურით უსმენდა. ამ შეხვედრებიდან გამორჩეულად იხსენებდა ლევან გოთუასთან და გიორგი შატბერაშვილთან შეხვედრას, მაგრამ როგორც ყოველთვის გალაქტიონი მაინც განსაკუთრებული იყო. მან მერი წაიკითხა. შემდეგ ოქრუაშვილების ბინაში ვახშამზე პოეტის პირდაპირ იჯდა ბატონი გიორგი. დიდი ამბით დალიეს პოეტების მეფის საღებრძელო. გალაქტიონი ფეხზე წამოდგა და სიხარულისაგან აცახცახდა. ორიოდე სიტყვით თქვა სამადლობელი. ცოტა დალევა დააბირა, მაგრამ ვიღაცამ მორიდებით დაუშალა. ბატონმა გიორგიმ ის ვიღაც შეაჩერა. გალაქტიონმა ცოტა მოსვა ჭიქიდან და დამშვიდებული დაჯდა. შემდეგ მთელი ღამე კითხულობდა ლექსებს. ბატონი გიორგის თანადგომით შეიქმნა პედინსტიტუტში პირველი ლიტერატურული წრეც. ომი ახალი დამთავრებული იყო, ფირუზ ჯანაშვილი რომ მოვიდა ინსტიტუტში და პირველ ლიტერატურულ წრესაც ის უდგა სათავეში. მცხეთელ დავით ნავდარაშვილთან ერთად დადიოდა. ორივე წერდა, მაგრამ ეს წრე უფრო მოკრძალებული იყო და მათი ლექსები მარტო ინსტიტუტმა იცოდა. ოთარ ჩხეიძის მოსვლის შემდეგ კი ჯერ ცისკარი დაისტამბა, შემდეგ მერანის 2 ნომერი დაიბადა და ლევან ფრუიცის, ჯემალ ინჯიას, მინდია არაბულის, ალექსანდრე ტაბატაძის, მურმან ზველაიას, გიორგი ხორგუაშვილის, ელგუჯა მერაბიშვილის, ზაურ წაქაძის სახელები გორს გასცდა. რითაც ძალზე ამაყობდა ბატონი გიორგი. ის მარტო ლიტერატურის გულანთებული ქომაგი როდი იყო. მის ერთგვარ მოკრძალებას თუ მივაწერთ იმ ფაქტს, რომ ბევრი ძალზე ახლობელი ადამიანის კი არ გასცნობია მის მგრძნობიარეს ტრიქონებს. ჩაიხედე ამ ჩემ გულში, შენთვის გამიღია, ფიქრები და ოცნებები შენზე ამიგია, თუ დაგჭირდეს ეს სიცოცხლეც შენთვის დამithმია, სიბერე შემოგეპარა, კვალი დაგაჩნია. სიკვდილს არ უნდა პატიჟი, ყველა სიცოცხლის მღრღნელია, რომ გადასწყვეტავს წაყვანას თავის დაღწევა ძნელია, რაცა ვთქვი ყველას ეხება, დიდის პატარის გვარითა, ვინ რა დროს ხვდება, რა იცის, ავდარითა თუ დარითა. მხოლოდ ლიტერატურა როდი ხვდებოდა გიორგი ხარაულის ყურადღების სფეროში, ასეთივე განსაკუთრებული გულშემატკივარი გახდა სპორტისაც. და ვინ მოთვლის, რამდენი გორელი სპორტსმენი, რომელთა მიღწევებითაც მარტო გორს კი არა, სრულიად საქართველოს უამაყია, თავის წარმატებებს ბატონი გიორგის თანადგომას უმადებს. სწორედ მან მოძებნა ადამიანი ბატონ გურამ პაპიტაშვილის სახით, რომელმაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთ სპორტსმენთა პლიადას, როგორიცაა ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი, მსოფლიოს, ევროპის და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონები, თემურ ხუბულური, კობა კურტანიძე, გიორგი თენაძე, ჯემალ მჭედლიშვილი, ანზორ ქიბროწაშვილი, ბორის და ენგურ გოგიჩაიშვილები, ნოდარ ექვთიმიშვილი, სერგო ქარელი და სხვანი. ბატონ გიორგის შესაძლოა მათთვის რაიმე საქმის უცოდინრობა ეპატიებინა, მაგრამ სპორტულ ასპარეზზე წარუმატებლობას ვერაფრით ეგუებოდა. უნდა ჯანმრთელი სწავლული, გონიერი იყოს ადამიანი, იგი არაფერია თუ პიროვნება უსარგებლოა საზოგადოებისათვის და ფიქრობს მხოლოდ მარტო თავის თავზე. გიორგი ხარაული განეკუთვნება იმ ადამიანს,
რომელსაც მხოლოდ აინტერესებდა, აწუხებდა სტუდენტი ახალგაზრდობის ცხოვრება, სწავლა, განათლება და მისი თანამშრომლებისა. გიორგის მეცნიერებაზე მე ვერ მოგახსენებ, მაგრამ როგორც მოყვარული ხელოვნების, სპორტის ეს რაღაც შეუდარებელი პიროვნება მისთვის არ იყო გარკვეული მიდრეკილება მეცნიერებისა. მიტყოდა ხოლმე ხშირად რომ იცოდეთ თქვენ ეს არის დიდი ზარი, რომელსაც ყველა გაიგებს, რომ გააკეთეთ ჩვენმა სტუდენტებმა ამ სპორტულ ღონისძიებებზე. მის პერიოდში იწყება აღმავლობა დიდ სპორტში 60 წლებიდან. ჩვენ უკვე ვაღწევთ იმას, რომ მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიოს ოლიმპიურ, ევროპის და სხვადასხვა მასშტაბის შეჯიბრებებზე. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გამარჯვებული ბრუნდებოდა ამ შეჯიბრებიდან. მახსოვს, როდესაც მიუნხენიდან დაბრუნდა შოთა ჩოჩიშვილი, მასთან ერთად გახდით მე გორის რკინიგზის სადურში ტევარი იყო ახალგაზრდა სტუდენტებისა და თანამშრომლებისა და ხელში აყვანილი ყვავილებით აიგულში მოიყვანეს გიორგის თავის სამუშაო კაბინეტამდე. შემდეგ პრეს კონფერენცია, შემდეგ სხვადასხვა. მე გამახსენდება ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში იყო 742 უმაღლესი სასწავლებელი. გორში კი არ, მაგრამ საქართველოში უკვე არის ეხლამდე. აი სწორედ ამ პერიოდში გორის ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი მაშინ გავიდა ფინალში და 18 უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც ჩატარდა ხარკოვში, პირველი ადგილი მოიპოვეს და თასი გადამავარდა ჩვენ მოიპოვეთ. მის საზღვარს არ ჰქონდა, მის სიხარულს საზღვარი. მაშინ საუნდტრობაში წვა მძიმე მდგომარეობაში და გთხოვ რომ მასთან მივსულიყავით, აი ეს გამარჯვებული მივედა მოახსენეთ ეს ყველა. მის კიდე გიმეორებთ უდესი ყოვლის საგებლად. ასევე იყო მომღერლების, ასევე იყო მოსეკოების, სხვა ყველა დარგის მიმართ იყო უდიდესი გულისხმიერი პიროვნება. რაც შეეხება ახლა მეორე მხარეში, აი ვერ იყოს ვერსეთი სტუდენტი, მაგრამ 9-ის ნახევარი რო იყო, 9-ზე იწყებოდა სწავლა, მოგზანდებოდა და იდგა შემოსასვლელში. აცქერდებოდა თითოეული სტუდენტის მოძრაობას, ჩაცმას, მის ქცევის ფორმას. ეს იყო მისი მშობლიური ზრუნვა და ამიტომ იყო რომ მას ის იყო ერთ-ერთი ამაგდარი ადამიანი არა მარტო სტუდენტებისა, არამედ მთელი ლექტორ თანამშრომლებისათვის. ასეთი მრავალმხრივი იყო გიორგი ხარაულის როგორც რექტორის საქმიანობა 35 წლის განმავლობაში, როდესაც ეს ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო უმაღლეს სასწავლებლებს შორის. და რა გასაკვირია, რომ როდესაც პედინსტიტუტს გააუქმებენ, ის განსაკუთრებული გულის ტკივილით იტყვის. მე ალბათ სუბიექტური ვიქნები, მაგრამ გორში პედინსტიტუტი უნდა დარჩენილიყო. ის ტონს აძლევდა გორის საზოგადოებრივ ცხოვრებას. მისი აღზრდილები იყვნენ სამაგალითონი თვითშემოქმედებაში, მოქალაქეობრიობასა და სპორტში. ეს არის ერთ-ერთი იმ სიმართლეთაგანი, რომლის თმასაც ის არასოდეს ერიდებოდა. თვითონვე 80 წლის გადასახედიდან ხომ ასე აფასებდა თავის ცხოვრებას. მე ცხოვრების ჩემი კრედო მაქვს. სიმართლე, მხოლოდ სიმართლის სამსახური. ამ რწმენით გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება. ადამიანი პირველ რიგში შენი თავის მოსამართლე უნდა იყო. თავი არ მოიტყუო და სხვასაც აღარ მოატყუო. ასე ცხოვრება კი მხოლოდ ძლიერი ნებისყოფისა და მტკიცე ხასიათის ადამიანს შეეძლო. თუმცა ასეთიც ვერ გაუძლებდა ცხოვრების უმძიმეს წუთებს გვერდით ნამდვილი მეუღლე, ძიმე უღლის ერთგულად გამწევი ქალბატონი ჟენია ღვინიაშვილი რომ არ ყოლოდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კათედრას ხელმძღვანელობდა და ასისტენტიც არ გააჩნდა, ურჩიეს, ერთი ნიჭიერი ქალიშვილი მუშაობს სკოლაში და ის თუ გამოგადგებაო. სთხოვა ინსტიტუტში გადმოსულიყო. მართლაც შეუმსუბუქა საქმეც და ცხოვრებაც. თუმცა მის როგორც კოლეგის მიმართ გაცილებით მომთხოვნი იყო. თვითონ ქალბატონი ჟენია კი აღმერთებდა მეუღლეს. ნახევარ საუკუნეზე მეტი ზიდეს უმძიმესი ტვირთი. ერთად იყვნენ ბედნიერების წუთებშიც, როცა ქალიშვილის ნანასა და ვაჟის ილიას მოფერებით ჩიორას დაბადებამ შეასხა ფრთები. და მაშინაც, როცა უფალმა უმძიმესი გამოცდა მოუწყო საყვარელი ჩიორას გარდაცვალებით. ერთმანეთს გააძლებინეს. მაშინაც მეუღლე ედგა მხარში, როდესაც სასოწარკვეთილებამდე მისულს კინაღამ აღმოხდა. გიხაროდეთ, მეგობრები არ ამყავს. თუმცა ნამდვილ მეგობრებს წუთითაც არ მიუტოვებიათ. მათი და დროის წყალობით თითქოს ოდნავ მინელდა ტკივილი. მაგრამ ბრძენისა არ იყოს, დრო მხოლოდ იმიტომ კურნავს მწუხარებას და შეურაცხყოფას, რომ ადამიანი იცვლება.
ის უკვე სხვა და არა ის, რაც უწინ იყო. არც შეურაცხყოფელი და არც შეურაცხყოფილი აღარ გვანან თავიანთ თავს. საბედნიეროდ მიტევებაც შეძლო და კითხვაზე შეიძლება თუ არა გატეხილი გულის გამფრთელება უპასუხა. უარყოფით პასუხს ვერ გაგცემთ. დაკოდილი გული მთელდება. ადამიანები მირეკავენ, მამხნევებენ, მომეწვას შეხვედრა, არსებობის სტიმული და ცხოვრების იმედი გამიჩნდა. მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სტიმული კი მაინც ოჯახი იყო. მეუღლე, ქალიშვილი, ბრძალი, სიძე და შვილიშვილები. განსაკუთრებით კი უმცროსი გიორგი ხარაული, რომელსაც ჩემმა ქალაქმა რატომღაც ბოლომდე ვერ გაუხსნა გული, როცა მან დაბრუნება და პაპისეულ სახლში ცხოვრება არჩია. მახსოვს ეს კაცი როგორც რაღაც განსაკუთრებით სამართლიანი პიროვნება, მახსოვს როგორც ძალიან ადათისა და ტრადიციის მოყვარული, ცხოვრებაში არ მახსოვს თქვათ, რომ იგივე ბავშვობა, რაც გორში მაქვს გატარებული, მე ყოფილიყო შემთხვევა, რომ ჩემ მეგობრებთან ისე ხუმრობით კამათი მოგვსვლოდა და ან მე არ გავამტყუებდი თუ მე მართალი არ ვიყავი, ან ისინი შესაბამისად დაეცვა და არ გაემტყუნებდნენ. ნუ რაღაც განსაკუთრებული ის იყო. მეზობლებში ხუმრობდნენ კიდეც. ხარავს ხო ვკითხოთ ვინა ვართ მართალი. ადათი ქონდა რაღაც განსაკუთრებულად იცოდა თქვენ თუმცა გორი იცნობდა მამაჩემს როგორც ჩიორა, მაგრამ ილია არის მისი ნამდვილი სახელი, მამის სახელი უწოდა. შესაბამისად თხოვდა მე, რომ ჩემი შვილისთვის მამის სახელი მეწოდებია, ესე მამაჩემაც მე მიწოდა მის სახელი და მეორდებით ესე გიორგი ილიაზე ხარაული, ილია გიორგიზე ხარაული ეს მოვდივართ ტრადიციულად. ნუ რაღაც უყვარდა ავადმყოფურად თავისი ქალაქი, უყვარდა თავისი ინსტიტუტი. შემთხვევითი არ იყო, რომ მე სწავლა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გორში გავაგრძელე. პირდაპირ მოთხოვნა იყო პაპაჩემის ესეთი, რომ გიორგი ილიაზე ხარაული უნდა სწავლობდეს გორში იმ ინსტიტუტში, რომელიც პაპამისმა, თქვათ, პაპამისის დროს მიეცა ინსტიტუტის სტატუსი. ძალიან განიცდიდა უკვე შემდეგ გვახსოვს საქართველოს რაღაც შეჭირვების პერიოდი რო გაუჩნდა, მაშინ განიცდიდა თავის ქალაქის იერსახის დაკარგვას, ნუ თითოეულ სახლს, თითოეულ ძველ სახლს განსაკუთრებულად ეფერებოდა. თითოეული ძველი სახლი იმისთვის ისტორია იყო, გორის ისტორიის ნაწილი იყო. მე მახსოვს ერთხელ სპეციალურად გამატარა ციხის უბანში, მე მგონი ეს ეწოდება დღესაც იმ უბანს. რამოდენიმე ძველი სახლი იყო შემორჩენილი და იხსენებდა ბავშვობის პერიოდში თუ როგორ ეხმარებოდა მამამის და თავისი საკუთარი ხელით გადახურული სახლებიც კი იდგნენ. და იხსენებდა,ავლევდა პარალელს, რა გზა ქონდა გავლილი, როგორ გაიარა და საიდან, სად მივიდა და ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავის იმედით რა შეიძლება მიაღწიოს. ეს იყო, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო მაგალითი დამანახა მისი აშენებული სახლიდან ინსტიტუტის ჩათვლით. ესეთი ერთი დღე მიეძღვნა იმას და იმის მერე ფაქტიურად მოხდა ისე, რომ მე საკუთარ თავში დამარწმუნა, საკუთარ ძალებში დამარწმუნა, იმის მერე უკვე აღარა მაქვს ეს ბავშვობის დროინდელი კომპლექსი, თქვათ, არსებობდა ესეთი, რომ ვიღაცის დახმარების გარეშე ფაქტიურად ცხოვრება შეუძლებელია, რაღაცის მიღწევა შეუძლებელია. ნუ თავისი ცხოვრებით, თავისი არსებობით ადამიანი იყო მაგალითი. ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა აბსოლუტურად არავისზე ყოფილიყო დამოკიდებული და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დამოკიდებულია ყოფილიყო. არ ერიდებოდა, ვთქვათ, ფიზიკურ შრომას. მე მახსოვს ახლა ეს მისი მოგონებები, თუნდაც ის ჩვენი გორში სახლი როგორ შენდებოდა, ღამე ვდგებოდიო, ნუ უბრალოდ არ უყვარდა, რომ იმდენად არ უყვარდა დამოკიდებული რო ყოფილიყო, თუნდაც მუშაზე დამხმარე ხავზე, რომ თვითონ მთელი სახლი აქ ფაქტიურად თავისი ზურგით აშენებული. ღამე ვდგებოდიო და ვიწყებდი შენებას. ძირითადად ეს არის, დანარჩენი იყო მაქსიმუმ განსაკუთრებულად თბილი ახლობლების მიმართ. იცოდა მე აქ მომიწია მუშაობა თბილისში დავიწყე, თუმცა ყოველთვის უნდოდა და ცდილობდით რომ მე გორში გადასულიყავი.
ესე მოთხოვნა ქონდა პირდაპირ დაყენებული ჩემთვის, რომ თუ კი გაიგე გორელი არის ვინმე შვილო, მაქსიმალურად უნდა შეეცადო, მაქსიმალურად უნდა მიეთბო, მიეხმარო, ნუ შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა. მე დღესაც ვცდილობ, რომ ეს მისი სიტყვა შევასრულო, რამდენად გამოდის. ცოტა ძნელი სათქმელი. მაგრამ სადაც არ უნდა იცხოვრონ გიორგი ხარაულის შთამომავლებმა, გიორგი და გივი ხარაულებმა, გიორგი და დალი ცხაკაიებმა, მათთან გაყვებათ ღირსეული წინაპრის მიერ დათესილი აუწყავი სიგეთე და მათთან ერთად ჩვენც ანდერძად შემოგრჩება ბატონი გიორგის დამოძღვრა. რაც მეც გააკეთებთ, მეც მოასწრებთ. ისწავლეთ, იმუშავეთ, მიიღეთ სიამოვნება იმ საქმისაგან, რომელსაც აკეთებთ. გიყვარდეთ საქართველო, თქვენი ქალაქი. იყავით კეთილი და სულგრძელი, ბედნიერი და ჯანმრთელი. დრომ ბევრი რამ გადააფასა. ბევრი ფაქტი, მოვლენა, პიროვნება, სულ სხვა იერით წარმოჩნდა. ბევრი რამ და ბევრი ვინმე. მაგრამ ჩემს ქალაქში ცხოვრობდნენ ადამიანები, ვინც ნაცარწაყვილი ნაკვერცხალივით ინახავდნენ პატიოსნებას, კეთილსინდისიერებას, ღირსებას. ბატონი გიორგი ხარაული ერთი იმათთაგანი იყო და იქნებ სწორედ ამ თვისებებით დააკლდა იგი ჩემს პატარა ქალაქს.